წინანდალში საქართველოს, აზერბაიჯანი, თურქეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე რეფორმები, ეკონომიკური განვითარების დინამიკა ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ღონისძიების ფარგლებში მხარეები მსჯელობენ, თუ რა აქცენტები გამოიკვეთა და როგორ აფასებენ რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს შესაძლებლობებს. ფორუმიდან ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქრისტი, მოგესალმებით და გისმენთ. თათია, გამარჯობა. საქართველოს, თურქეთი, აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და მას ამჯერად უკვე მასპინძლობს წინანდალი და ღონისძიება უკვე მეშვიდედ იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 400-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის ბუნებრივია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც და სამივე ქვეყნის მხრიდან. დღეს ამ ფორუმზე წარმოდგენილი არიან დაახლოებით 300-ზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს აქვს მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ბუნებრივია მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თურქეთის როლი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთვის რჩება ერთ-ერთ ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად და ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა ისიც, რომ სამივე ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფანში და შუა დერეფნის განვითარებაში და შესაბამისად მომდევნო წლების განმავლობაში 2022 წლამდე ქვეყანაში განხორციელდება დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რაც სწორედ შუა დერეფნის განვითარებას მოხმარდება და სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით დაიხარჯება აღნიშნული თანხები. ამასთან დღევანდელ ღონისძიებაზე ითქვა ისიც, რომ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორც თურქული, ასევე აზერბაიჯანული მხარის ჩართულობით, მათ შორის ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი, ყარსის რკინიგზას, რომელიც როგორც ქართულმა მხარემ დაანონსა დღეს ჩვენთან საუბრისას უახლოეს პერიოდში დასრულდება და შესაბამისად მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი ექნება საქართველოს როლის გაძლიერებისთვის შუა დერეფანში. ჩვენი ქვეყნის სტრატეგია, როგორც მოგეხსენებათ, ერთის მხრივ არის, რომ უზრუნველყოთ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ძალიან ბევრ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, რაც დამატებით მიმზიდველობას შესწევს, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებას, თუმცა ამავდროულად ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოთ პარტნიორი ქვეყნების დივერსიფიცირება, მათ შორის იმპორტის თვალსაზრისით. ამ კუთხით კიდევ ერთხელ მინდა გამოვყო ჩვენი მჭიდრო და ძალიან წარმატებული თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და მომდევნო პერიოდში მათ შორის დღევანდელი შეხვედრის ფორმატიც მოგცემს შესაძლებლობას, რომ უფრო გავაღრმავოთ არსებული ურთიერთობები. ეს სამხრივი ფორუმი, რომელსაც წინანდალი მასპინძლობს კავკასიის რეგიონში დავოსის ფორუმის მსგავსია. ეკონომიკური თვალსაზრისით თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ წარმატებით თანამშრომლობთ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში. ასევე ჩართული ვართ როგორც საჰაერო, ისე საპორტო ოპერირებაში. განსაკუთრებით გამოვყოფთ ლოგისტიკურ და ტურისტულ მიმართულებას, რაც ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მზარდია. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოდან თურქეთში, რასაც რა თქმა უნდა მივესალმებით. ეს ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ნაციონალური კომპანია სოკარი ამ მხრივ არის გამორჩეული, თუმცა ჩვენ ბევრ სხვა სექტორში ვართ წარმოდგენილი, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ქვეყნებს შორის არსებული ლოგისტიკური კავშირების განვითარების კუთხით. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აღინიშნა ისიც, რომ საქართველოში არაერთი კომპანია ოპერირებს როგორც თურქული, ასევე აზერბაიჯანული კაპიტალით, მათ შორის დასახელდა კონკრეტული რიცხვებიც, უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ ქვეყანაში დაახლოებით 1000-მდე ბიზნეს სექტორია, რომელიც აზერბაიჯანული კაპიტალით არის შექმნილი და დაარსებული, რაც შეეხება თურქეთის წვლილს კიდევ უფრო მაღალია და ქვეყანაში 2000-ზე მეტი ბიზნეს კომპანია ოპერირებს, რომელშიც განხორციელებულია თურქული ინვესტიცია. ამასთან ჩვენ ვესაუბრეთ კონკრეტულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც აღნიშნეს ის, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ გამოწვევად სახელდებოდა პოლიტიკური ვითარება და არასტაბილურობა, თუმცა მათი თქმით ამ მხრივ ვითარება ბოლო დროს გაუმჯობესებულია. თურქი და აზერბაიჯანელი ინვესტორები მათი თქმით ენდობიან საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და შესაბამისად მზად არიან იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი უცხოური, პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განახორციელონ.
ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 30-35 მილიონლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენს ბიზნეს საქმეში. დიდი გეგმები გვაქვს, რა თქმა უნდა, 2027-ში უკვე 30 წლის იუბილეო დაუნიშნეს საქართველოში. ვენდობით ამ ქვეყანას, ვენდობით ეკონომიკური მდგომარეობას, ფიქრობთ, რომ მომავალში ყველაფერი უფრო უკეთესად იქნება. ამ უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ინტენსიურად განვითარდა ეს თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორებში, გამოყოფთ ფარმაცევტულ ინდუსტრიას, ჩვენ აქტიურად მუშაობთ ასევე სხვა სექტორების წარმომადგენლებთან, ძალიან მნიშვნელოვნად არის განვითარებული ასევე სხვა კომპანიების აქტივობები. თბილისის TIZI გახდა მნიშვნელოვანი სადისტრიბუციო ჰაბი ასევე რეგიონში, როგორც ერთი ქვეყნის, ისე მეორე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, კომპანიებისთვის. თვითონ გავჭრეთ ადობა და ის რომ როდის მოდის თქვათ ტვირთი და რამდენ ხანში ჩამოდის აქ და ამის ეფექტურება ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის თვითღირებულებაში, იმიტომ რომ თვითღირებულებაში ყოველთვის თვითონ ხარჯის ერთ-ერთი ძალიან დიდი შემადგენლები ნაწილი არის ლოჯისტიკა. აქედან გამომდინარე ის კომპანიები, რომლებიც თქვათ წარმოდგენილია ქართული მხრიდან და აზერბაიჯანიდან და თურქული მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ერთობლივი თქვათ B2B შეხვედრები, რომელიც იქნება ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია ეს ფორმატი. ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დღევანდელი ფორუმის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ, რომ გაახმაონ კავშირები და ბიზნეს ურთიერთობები, როგორც აზერბაიჯანელ, ასევე თურქ ინვესტორებთან და სწორედ ამ მიზნით ამ წუთებში წინანდლის რედისონის სასტუმროში მიმდინარეობს B2B შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებს შორის. ქრისტი, მადლობა. წინანდალში მიმდინარე ბიზნეს ფორუმიდან საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში.